ესეც ჩემი დღევანდელი საუზმე მეგობრებო, ესეთი სალათი, სვანური მარილით და კახური ზეთით, კვერცხი და წიწიბურა. ასევე აქ ვიცხელებ პურის ნაჭერს და აქ ვუყურებ ჩემს საყვარელ ბლოგერს. რა თქმა უნდა, ჭამის დროს. ესე პურიც გაცხელდა და მოკლედ ჩემი დილა დაიწყო ესე. თუმცა მანამდე ყავა უკვე დავლიე. აბა წავედით მეგობრებო. დედაჩემს უნდა უყიდო რაღაცეები დამაბარა. წავედი. ესეთი ზაფხულის ფერებში ვარ დღეს. მოკლედ დავბრუნდი სახლში, დედას ვუყიდე რაღაცეები, რაც სჭირდებოდა და უკანა გზაზე ჩვენთვისაც შევიარე მაღაზიაში და ვიყიდე ბანანი და კიტრი. ბოლო დროს ძალიან მიყვარს ბანანი და არაქისის პასტა. ძალიან გემრიელად მივიდით ხოლმე ყავასთან ერთად. ახლა ჩემი საყვარელი ის არის, რა ქვია, დესერტი. ხო და სანამ არ მომწყინდება, ახლა სულ მაგას შევჭამ ხოლმე. არა, მანამდეც დედაც ვჭამდი ხოლმე, მე რაღაცნაირად გადავეჩვიე და აღარ გვიყიდია ეს არაქისის პასტა და ახლა მარიტამ მაყიდინა ისევ და ძალიან მომწონს. ხო და მოკლედ კიტრი და პომიდორი შემოდის, ჩემი საყვარელი და ხილი. მიყვარს ეს პერიოდი ძალიან. ალუჩაც მივირთვი, ოღონდ ძალიან მალე უკვე კვირები მეჭრება ხოლმე და მაგიტომ ვეღარ ვჭამ, თორე ძალიან მიყვარს. ეხლა ვაპირებთ ასვლას მედალაშა გავისეირნებთ, ნაბიჯებს ავაგროვებთ, იმიტომ რომ მერე შეიძლება ვერ მოვასწროთ საღამოს გასასვლელები ვართ და მოკლედ გვინდა რომ მოვიშოროთ. თორე ჯერ ადრეა, მაგისთვის ისე ადრე არ მივდივართ ხოლმე. მაგრამ მზე არ არის, ესეთი ამინდია ხა გაჩვენებთ. აი ესეთი მოგრუპული ამინდია. აქეთ გრუბელია და აქეთ არა ნებათრალობაზია. ხო და მოკლედ დღეს მოვიშორებთ მაგას, რომ მე გუშინ მინდოდა და გუშინ გამოვტოვე. ლაშას დაეძინე და მარტო დამეზარა წასვლა. ხო და ეხლა წავალთ სავარჯიშოთ და თქვენც თან წაგიყვანთ, რასაც შევძლებ, გადავიღებ. მოკლედ არაფერი არ ხდება ეხლა ჩემთან ისეთი საინტერესო, მაგრამ მაინც ვცდილობ რაღაცები გადავიღო, რომ ესე არ დავიკარგო ისევ, ამიტომ მინდა რომ რაღაცები დავდო ხოლმე. არ ვიცი, დამიწერეთ კიდე იდეები, რა შეიძლება რომ გადავიღო. ცოტა თავიდან რომ ვიწყებ ხოლმე შემოსვლას ამ სოციალურ ქსელებში თავიდან მჭირდება ხოლმე პატარა ნავიგაცია, ასე ვთქვათ, რომ აი რა გავაკეთო, რაზე გადავიღო. დამიწერეთ, არ ვიცი, შეიძლება კითხვა გაქვთ რამე, ან რა ტიპის ვლოგები, რასთან დაკავშირებული ვლოგი უფრო მოგწონთ, რომ აი მომივიდეს უბრალოდ იდეა, ჯერჯერობით იდეა ნოლი მაქვს აი ამ ეტაპზე. ეგ ვიცი, რომ კოსმეტიკა მაქვს დასატესტი. ძალიან დიდი ხანია შეპირებული მაქვს თქვენთვის და ეგ აუცილებლად მინდა რომ ჩავწერო ამ დღეებში, მაგრამ აი ესე ჩვეულებრივი ვიდეოები არ ვიცი რა გადავიღო და მოკლედ ჯერჯერობით ვიღებ იმას, რაც ხდება. ეს ესე ვაპირებ სავარჯიშოთ წასვლას. მე და პანდა ფერებში ვართ. თვალი მივლის, მე მგონი, არ ვიცი. ვერ ვხვდები უკეთ მაქვს თუ ისე მაქვს, ჯერ ვერ ვიგებ. მაგრამ უკვე მეოთხე დღეა მივიწვეთებ რაღაც წვეთებს და მას ვისმევ და კიდე მითხრა სითბო.
რაღაცა მარილის კომპრესები გაიკეთეო, მოკეთ კარგად ვერ გავიგე, ოღონდ როგორ კეთდება. ადრე ძველები რო აკეთებდნენ ხოლმეო და მე არ ვიცი როგორ აკეთებდნენ. ჯერჯერობით არ ვიკეთებ, იქნება მაზებით და წვეთებით გამოვწურე თქო. თუ არა და მე ეგეც მომიწევს. როგორც ჩანს, სითბო ჭირდება ამ ადგილს. აი ესეთი ამბები მეგობრებო. ეხლა შესვალდები რაღაც სერიალს უყურებს, დამთავრებს და წავალთ. აბა წავედით სავარჯი. არა, ისე გავხდით ლაშა. თქვი. შეგვეტყო. რამდენი ნაბიჯო ნახვიდე? თქვი. მინიმუმ 12, რაც მეტი მიტოვებს. მე 8, არაფერი არ შეცვლილა. მუშაობს ეს სქემა აშკარად. მოკლედ, ჯერ დღეა. 3 საათია დღის. პარკში არავინ არ არის. ძალიან ცხელა, ჩაიხუთა აშკარად იწვიმებს. იმედია რომ მოვასწრებთ ჩემ 8000 ნაბიჯის აგროვებას. ეს წვიმა მაინც არ გვეცლის. არ ვიცი ჩანს თუ არა, მაგრამ წვიმა დაიწყო. 7300 ნაბიჯი მაქვს. თავისუფალი ვარ. სახამდე სანამ მივარ. შემდეგმა შევასრულებ. ესე იგი, აი, აქ ვჯდები. აქ. პრესებს არ ვაკეთებ. აქ არა და აი აქ ხო, წეგანსაც ვიჯებ. ეს არის ჩემი სავარჯიშოები აქ. აი, აბა აქაც. აი, ეს მგონი არაფერს არ შვება. ძალიან ლაითია. მოკლედ აი ამაზე ვამბობდი. ჩემი ახლა ამოჩემებული დესერტი გახლავთ ეს გემრიელობა. გიშდები. ყავასთან ერთად. ნალექიანი ყავა მინდოდა, მაგრამ აღარ მქონია, გამითავდა, საყიდები მაქვს. ამიტომ უნალექოს დავლებ. უკვე მეორედ, ერთი დილით დავლიე. და ახლა მეორედ გეახლებით. მოკლედ ვივარჯიშეთ. მე წვიმა დაიწყო, მაგრამ მოგატყუა წვიმამ, გადაიღო, რომ ამოვედით. მე ჩვენი გეგმა კი შევასრულეთ. ასე რომ დღეს თავისუფალი ვარ. დღეს მინდა რომ ვიდეო დავდო აუცილებლად. და მინდა რომ მოვიფიქრო შემდეგი ვიდეოების თემები. ჯერ არაფერი არ ვიცი, რას გადავიღებ, მაგრამ მოსაფიქრებელი მაქვს. ასე რომ ეცდები რომ მალე დაგიბრუნდეთ. ეს ალბათ ძალიან კალორიულია. საოცრება. უკვე ტრადიცია ხდება, მე მგონი, ჩემი ვლოგის მარიტას ნახატით დასრულება. აი ესეთი ულამაზესი ნახატი დახატა ამჯერად. მოკლედ ეს ბავშვი არ ჩერდება და აგრძელებს ჩვენს გაოცებას.